კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერში ამოამბის სპეციალური გამოშვება სტუდიაში თამთა სანიკიძე მუშაობს. ამ წუთებში სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის პარტიული კონფერენცია იწყება სპორტის სასახლის პირდაპირ ეთერში ვთავთ. გავხსნათ ევროპული ჰიმნით. წამოვდგეთ ფეხზე და ვიზეიმოთ ევროპელებთან ერთად ეს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი დღე. მეგობრებო, ეს მართლა ჩვენი ჰიმნია საქართველოს ჰიმნთან ერთად და ამიერიდან ყველა ჩვენ შეკრებაზე აუცილებლად გვექნება ხოლმე ევროპის ჰიმნი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ევროპელები და საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი. დღეს სიმბოლური დღეა. 1945 წლის 8 მაისს აგრესორმა თავისუფალი სამყაროს წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა. მაგრამ დღეს ევროპაში ისევ ომია. აგრესორი ისევ ცდილობს მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობას და მათი მიწების მიტაცებას. თავისუფალი სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ის უპირისპირდება ახალი დროის ჰიტლერს, პუტინის იმპერიას. დღეს უკრაინასა და კავკასიაში წყდება ჩვენი თავისუფლების ბედი. აქ იბადება ახალი ევროპა და ამიტომ ვართ ჩვენ აქ, ამიტომ ვართ ყველანი ერთად. უნებრივია ჩვენი უკრაინელების გვერდით გავართ, მაგრამ ჩვენ მათ გვერდით გავართ არა მხოლოდ მორალურად, არამედ დღეს მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში აშენდეს თანამედროვე სახელმწიფო, არაკორუმპირებული სახელმწიფო და ჩვენ მათ უზიარებთ ჩვენ რეფორმების გამოცდილებას და ბოლომდე დავეხმარებით, რომ გაიმარჯვონ ამ ბრძოლაში, რადგან მათი გამარჯვება ის ჩვენი გამარჯვებაა. მაგრამ მოდით ვთქვათ, რას გვაძლევთ ის რეალობა, რაც დღეს იქნება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. სრულიად ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე. კვლავ დავაბრუნოთ საერთაშორისო განხილვაში საქართველოს თემა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსული აგრესიის თემა. და რაც მთავარია, შევეცადოთ, რომ გავიჩინოთ ახალი პარტნიორები და გავაღრმავოთ ურთიერთობა იმ პარტნიორებთან, რომელიც ჩვენ მუდმივად მხარს გვიჭერდნენ. უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება აჩვენებს, რომ 2008 წელს
საქართველოს პოზიცია არა მარტო ღირსეული იყო, არამედ პრაგმატული და რაციონალური იყო და ეს გაიგოს თელმა მსოფლიომ აუცილებლად. დღეს რუსეთი ცდილობს ახალი რკინის კედელი აღმართოს ჩვენსა და ევროპას შორის. ჩვენ გვეძლევა მეორე მხრივ საშუალება, რომ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე და გადავცუროთ დინარის მეორე ნაპირზე. მაგრამ მოდით კითხვა დავსვათ, რა არის საჭირო ამისთვის? როგორც სულხან საბა იტყოდა, ხელი გაიქნიე, გახვალ და ნაშვენები იქნებიო. აი ეს არის გასაკეთებელი. ჩვენ უნდა გავიქნიოთ ხელი და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ბოლომდე ევროპის ნაწილები გავხდეთ. მაგრამ ყველაზე გულმკივნეული არის და კითხვა უნდა დავსვათ, რა პოზიცია აქვს საქართველოს ამ სიტუაციაში? რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ზოლის გადმოწევისა და მართულხმარდების გაბმის, ჩვენი მოქალაქეების გადაცევის და მათი ქონების ხელყოფის ფონზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრულიად უუნარო და რაც ყველაზე სამწუხაროა, შემგუებლობითი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. გავარ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენი პრობლემები გლობალური პოლიტიკიდან ამოვარდეს და ჩვენ დავჩერთ პირისპირ აგრესორის წინაშე. ეს დიდი პრობლემაა, მეგობრებო, და მოდით ერთად გამოვაფხიზლოთ დღევანდელი მთავრობა, რომ მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისაუბრონ იმაზე, რაც ჩვენ გვაწუხებს, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. უუნარობა საგარეო ასპარეზზე ემატება უუნარობა შიდა პოლიტიკის მიმართულებით. წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ქართული ოცნების მთავრობაა ხელისუფლებაში. ნაცვლად იმისა, რომ რამე გაეკეთებინა ქვეყანაში, ისიც გაჩერდა, რაც კეთდებოდა აქამდე. გაჩერებულია წყალტუბო, გაჩერებულია ანაკლია, გაჩერებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, გაჩერებულია თბილისის შემოვლითი რკინიგზის გზა, გაჩერებულია წყალმომარაგების და საგზაო პროექტები, მთელი ქვეყანა გაჩერებულია სასტუმროების მშენებლობები. ეს არის სამწუხარო დღევანდელი ხელისუფლების სახე. გაუარესებულია კრიმინოგენული სიტუაცია, მომძლავრებულია ქურდული სამყარო, დაცემულია ეკონომიკა და პირველად ბოლო 10 წლეულში გასულ წელს 700 მილიონი იყო საქართველოს ბიუჯეტში გარღვევა. 1,2 მილიონი ვალი აიღო ახალმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ 2014 წლის ბიუჯეტი ამოავსოს როგორმე. ლარის კურსი დავარდნილია, გაძვირებულია პროდუქტები, გაზრდილია უმუშევრობა და ინვესტორები გარბიან საქართველოდან ნაცვლად იმისა, რომ შემოდიოდნენ. და რაც ყველაზე მართლაც ცინიკურია, ტელეეკრანებიდან გვესმის ყოველდღიურად რეკლამა. ესე შენდებაო საქართველო. ესე ვერ აშენდება, მეგობრებო, საქართველო და ესე ვერ იქნება ის მომავალი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა. და სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გამოვაფხიზლდეთ და უნდა გამოვაფხიზლოთ მთელი საქართველო, რომ ამუშავდეს ყველაფერი და რომ ქვეყანა წინ წავიდეს. დაპირებული გასაოცარი დემოკრატიის ნაცვლად სახეზეა პოლიტიკური დევნა, ტოტალური მოსმენები, პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოქვეყნება, მედია კონტროლი, პოლიტიკური ლიდერების დაჭერები, ქუჩური გარჩევები და რაც ყველაზე საგანგაშოა, შავ სამყაროს წარმომადგენლების უკან ამოფარებული ძალოვანი სტრუქტურები. რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ქართული ოცნება? იმიტომ, რომ არის უნიათო და უსუსური. და ამის გადაფარვისთვის მას სჭირდება ძალადობა. ერთადერთი ხერხი, რითაც ის ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს რეიტინგი და როგორმე შეინარჩუნოს ხელისუფლება. დაპირისპირებების სახალისება დანაშაულია არა მხოლოდ იმ პირების მიმართ, ვინც ვის მიმართაც ეს ძალადობა ხდება, არამედ საფრთხის შემცველია სახელმწიფოსთვის, თვითონ ხელისუფლებისთვის და დამანგრეველია საქართველოსთვის. ჩვენ არ გვინდა 90-იან წლებში დაბრუნება და ეს აქეთ ძალიან კარგად უნდა გაიგოს ახალმა ხელისუფლებამ. არის რამე სფერო, სადაც ხელისუფლებამ უნარი გამოიჩინა? მე გეტყვით, რომ არის ესეთი სფერო. საქართველოს გაუმარ? არის რომელიმე სფერო, სადაც ხელისუფლებამ გამოიჩინა უნარი. დიახ, არის ესეთი სფერო. მათ ძალიან კარგად მოახერხეს თავის ნათესავების დასაქმება. მათ ძალიან კარგად მოახერხეს სამწუხაროდ კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების წამოწევა და ოდიოზური ფიგურების დაწინაურება სხვადასხვა თანამდებობებზე. ესე ვერ აშენდება საქართველო. ეს არ არის ის, რაც ჭირდება საქართველოს და ქართულ ხალხს. და ეს არ არის ის, რაც საქართველოს მიიყვანს წარმატებულ წარსულამდე, მომავალამდე. ქვეყნის განვითარებასთან
განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ალტერნატივა. ქართული ოცნების ერთადერთი ალტერნატივა დღეს არის ნაციონალური მოძრაობა. აი ეს ათასობით ადამიანი, ვინც ამ დარბაზშია და ის 10,000-ობით ჩვენი მხარდაჭერი, რომელიც მოვა 15 ივნისს და სწორედ ჩვენ მოგცემს ხმას აუცილებლად. ნაციონალური მოძრაობა ნელ-ნელა გარდაიქმნება პლატფორმად, სადაც არის ადგილი ახალი იდეებისთვის, ახალი პროექტებისთვის, ახალი ადამიანებისთვის. ჩვენი პარტია ქმნის ახალ ლიდერებს, რაც ყველაზე მთავარია. ჩვენ ვართ მზად განახლებისთვის და რაც მთავარია, თვითონ ჩვენ ვართ განმაახლებლები და ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, რაც გვაქვს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ერთად დავნერგეთ პრაიმერისა და შიდა არჩევნების წესი ნაციონალურ მოძრაობაში. დღეს ამ მექანიზმებით შერჩეულ კანდიდატებს არ მოგიდგენთ. ლიდერებს, რომლებიც არა კაბინეტებში, არამედ მძიმე კონკურსების, შიდა კონკურენციების გზით გამოვავლინეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. და ადამიანები, რომლებსაც აქვს გამოცდილება, мотивация და რაც მთავარია კონკრეტული პროგრამა იმისთვის, რომ თითოეული ქალაქი, თითოეული სოფელი ამუშავდეს, იმისთვის, რომ საქართველოს ნელ-ნელა დაივიწყოს გაჭირვება და იმისთვის, რომ უმუშევრობა არ იზრდებოდეს საქართველოში ყოველდღიურად. ამ ლიდერებთან ერთად, მათ გუნდებთან ერთად, ჩვენ სოფლებს და ქალაქებს, მთელ საქართველოს უსაქმურობისა და უუნარობის ნაცვლად თავაზობთ 24 საათიან მუხჩაუხრელ შრომას, იმიტომ რომ ჩვენ ეს გაგვიკეთებია, იმიტომ რომ ვიცით და იმიტომ რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ მომავალში. მაგრამ მოდით კიდევ ერთ კითხვა დავსვათ. საკმარისია ის ცვლილებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ? არა მეგობრებო, სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის. რატომ? იმიტომ რომ გაცილებით მეტის პოტენციალი გვაქვს და გაცილებით მეტის ამბიციაც გვაქვს და გაცილებით მეტის შეგვიძლია. და რაც მთავარია, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო მიზანს მივახციოთ. და რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი? ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლება, ევროპული ტიპის პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება? არა მეგობრებო, ეს ყველაფერი არის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენი მიზანია საქართველო, რომლის სიძლიერე გაიზომება არა მარტო სახელმწიფო სისტემების ეფექტურობით, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლებით, ბედნიერებით და წარმატებით. საქართველო, რომელიც იქნება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. აი ამ პროგრამით მოვდივართ ჩვენ, რომ გავაკეთებთ საქმეს იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მშობლები, ყველა თაობა იყოს საქართველოში წარმატებული, რომ ამუშავდეს ეს გაჩერებული ქვეყანა და რომ საბოლოო ჯამში მივახციოთ საბოლოო მისიას. მე მინდა დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად გამოვეხმაურო ჩვენს ლიდერებს, ჩვენს თანამებრძოლებს, რომელთაგან ბევრი დევნაშია. ჩვენი გენერალური მდივანი დაპატიმრებულია, დღესაც საპატიმრო დაწესებულებაშია. მოდით წამოვდგეთ ფეხზე და მივესალმოთ იმ გმირებს, რომლებიც ბოლომდე იცავენ თავის ღირსებებს, ბოლომდე იცავენ თავის იმას, რისიც ჯერათ. აქვე მინდა განსაკუთრებით მივესალმო სამ ადამიანს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი მაინც იბრძვიან ბოლომდე არჩევნებში. ეს არის ხონის რაიონის გამგებლობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია. მივესალმოთ ბატონებო. ის კენჭციხლის ხონში და აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს არის დუშეთის თემის გამგებელი ზურაბ ოტიაშვილი. მივესალმოთ ბატონებო. და ცაგერის რაიონში ჩვენი ერთ-ერთი კანდიდატი ალექსანდრე ნინუა. ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ხორციელდება პირდაპირი აგრესია, პირდაპირი დევნა, ციხეში არიან დღეს, იმიტომ რომ წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი. მიუხედავად ამისა, დგანან ბოლომდე და იყრიან კეჭს იმისთვის, რომ გააკეთონ საქმე საქართველოსთვის და იმიტომ რომ გვაჩვენონ აი ამ ყველა ამ ადამიანს, ვინც აქ ვართ შეკრებილები, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად. დაბოლოს მე მინდა ძალიან მოკლედ გაგაცნოთ დღევანდელი ღონისძიების განრიგი. დღეს სიტყვით გამოვლენ დავით ბაქრაძე, ხატია დეკანოიძე, გია თევდორაძე, თენგო გუნავა, ნიკა მელია, გიგი უგულავა და ამის შემდეგ უკვე წარვადგენთ აბსოლუტურად ყველა კანდიდატს, რომელიც ჩვენ გვყავს დასახელებული საქართველოს მასშტაბით. პაშასე მეგობრებო, კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიანობას გავმარ! გენასვალეთ ყველას. ძალა ვაჩვენოთ აქედან მთელ საქართველოს იმისთვის, რომ 15 ივნისს გავიმარჯვოთ და ეს არის აუცილებლად ის დღე, როცა ვაჩვენებთ მთელ საქართველოს, რომ არა მეორე ტურში, არამედ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ.
ეხლა კი მინდა სიტყვა გადავცე ჩვენი პარტიის ლიდერს დავით ბაქრაძეს, ადამიანს, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელიც მიგვიწვება წინ. მოგესალმებით, ჩემო თანამებრძოლებო, ძვირფასო მეგობრებო, ნაციონალური მოძრაობის წევრებო და გულშემატკივრებო. მოგესალმებით, ჩემო ბრძოლაში გაუტეხელო თანაგუნდელებო, ვინც შეძელით და მიუხედავად ზეწოლის და რეპრესიებისა, დღემდე შეინარჩუნეთ საკუთარი რწმენა, იდეალები და ღირებულებები. მოგესალმებით ღირსეულო ადამიანებო, ვინც საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლა არ გაცვალეთ უღირსობით მოპოვებულ სიმშვიდეში და საკუთარი რწმენა არ შეურაცხავით ღალატით ნაშოვნი პრივილეგიებით. თითქმის 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი გავლილ საპრეზიდენტო არჩევნებში. და ამით აჩვენა, რომ ჩვენი იდეა ძლიერი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსი ცოცხლობს და ვითარდება. ჩვენს მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო კამპანია იყო მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა მოიქცეს პასუხისგებლობის გრძნობის მქონე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ოპოზიცია. ჩვენ გავიარეთ ურთულესი, მაგრამ ამავე დროს სანიმუშო კამპანია. გავიარეთ არავინმესთან დაპირისპირების, ანგარიშწორების, ან ძალადობის მოწოდებებით, არამედ გავიარეთ ქვეყნის განვითარების, საზოგადოების გამთლიანების, ხალხის კეთილდღეობის და გაცემული დაპირებების შესრულების მოთხოვნებით. მე ვამაყობ თითოეულ თქვენგანთან ერთად ამ კამპანიით. მე ვამაყობ, რომ თითოეულ თქვენგანთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანეთ ქვეყნის უკეთეს მომავალში. ვამაყობ და ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გიხდით ყველა თქვენგანს. დიახ, მეგობრებო, საპრეზიდენტო არჩევნებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ძლიერი, თანამედროვე და კომპეტენტური პოლიტიკური ძალა და დადგა დრო ახლა უკვე ადგილობრივ არჩევნებზე ვიბრძოლოთ. ვიბრძოლოთ ჩვენი გამარჯვებისთვის, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რომლის შეუქცევადობის გარანტიც ჩვენი გამარჯვებაა. ვიბრძოლოთ ამუშავებული საქართველოს და დასაქმებული ადამიანებისთვის, რადგან ხელისუფლება დღეს ვერაფერს გვთავაზობს, გარდა გაჩერებული პროექტების, შეუსრულებელი დაპირებების და გაზრდილი უმუშევრობის. ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების უსაფრთხო ცხოვრებისთვის, რადგან ამ ქვეყანაში უკვე შემოიპარა კრიმინალის, ანგარიშწორების და დაუსჯელობის დამღუპელი აჩრდილი. ვიბრძოლოთ თითოეული ადამიანის, ყველა ოჯახის მეტი კეთილდღეობისთვის, რადგან დღეს უკეთ ცხოვრობს მხოლოდ ის, ვინც ხეირობს კვლავ-გაჩედილი კორუფციისა და ნეპოტიზმისაგან. აი ესაა ჩვენი ბრძოლის მიზანი. ჩვენ არ ვებრძვით არავის, არც ერთ ჩვენ ოპონენტს. ჩვენ ვებრძვით უმუშევრობას, სიღარიბეს, კორუფციას, კრიმინალს, გაჩერებულ მშენებლობებს, დანგრეულ გზებს, გაძვირებულ საწვავის და წამლის ფასებს. ვებრძვით შეუსრულებელ დაპირებებს და გაუკეთებელ საქმეებს. ვებრძვით ერთმანეთთან დაპირისპირების, ზიზღისა და შურისძიების ტალღას, რომელიც მოდის ხელისუფლებისგან, ვინაიდან ეს ტალღა გახლեց ჩვენს ერს და დაუცველს დატოვებს გარედან მომდინარე საფრთხეების წინაშე. დიახ, ჩვენი მიზანია გამთლიანებული, შერიგებული და დამშვიდებული ქართული საზოგადოება. ჩვენი მიზანია ამუშავებული ეკონომიკა, განვითარებული ბიზნესი და დასაქმებული ადამიანები. ჩვენი მიზანია უკეთესი გზები, გაზიფიცირებული სოფლები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ჩვენი მიზანია დაცული და უსაფრთხო გარემო, სადაც მშობლებს არ ეშინიათ შვილების ქუჩაში გაშვების. ჩვენი მიზანია ევროპული საქართველო, სადაც დაცულია თითოეული ადამიანის უფლება და თავისუფლება. და ბოლოს ჩვენი მთავარი მიზანია საქართველო, რომელიც აუცილებლად გამთლიანდება მშვიდობიანი გზით და თავის წიაღში დაიბრუნებს ჩვენს აფხაზ და ოზ ძმებს. და თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუძლია
თამამად შეხედოს ხალხს თვალებში და დაპირდეს ამ ყველაფრის შესრულებას. ეს ვართ ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ეს ვართ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვაგებდით გზებს, ვაშენებდით ქალაქებს, გაგყავდა გაზი და წყალი, ვაწესრიგებდით ინფრასტრუქტურას, ვიცავდით ქვეყანაში სიმშვიდესა და წესრიგს, მიყვავდა ქვეყანა ევროპული ნავსაყუდელისკენ. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებდით წარსულში და აუცილებლად გავაკეთებთ მომავალში და გავაკეთებთ კიდევ უფრო უკეთ, იმიტომ რომ ქვეყნის შენების გამოცდილებასთან ერთად ჩვენ გვაქვს წარსულზე სწავლის, შეცდომების გაანალიზებისა და გამოსწორების გამოცდილებაც. ჩვენ ვართ გამოცდილი, ენერგიული, მაგრამ ამავე დროს განახლებული და რეფორმირებული პოლიტიკური ძალა. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება ობიექტურად შეაფასებს წარსულსა და აწყოს და ხარს დაგვიჭერს ამ ბრძოლაში. ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულია ჯერ კიდევ ცხოვრება საქართველოში. კარგად ვაცნობიერებთ, რამდენ ოჯახს უჭირს არსებობა და თავის გატანა. კარგად ვიცით, როგორ ელოდნენ ადამიანები ქართული ოცნების მიერ დაპირებულ სამუშაო ადგილებს, გაიაფებულ საწვავს, განვითარებულ ეკონომიკას, უფრო ხელმისაწვდომ ფასებს და მეტ შემოსავალს ოჯახებში. რა მივიღეთ ამ ყველაფრის ნაცვლად? ამ ყველაფრის ნაცვლად მივიღეთ ბენზინი, რომელიც დღეს კიდევ უფრო ძვირია, ლარი, რომელიც გაუფასურებულია, ფასები, რომელიც ყოველ დღე ზემოთ იწევს, სახელმწიფო ვალი, რომელიც მუდმივად იზრდება, ქარხნები, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წევრთა ფანტაზიაში გუგუნებს. ამიტომ, როგორც კონსტრუქციული და პასუხისგებლობის გზნობის მქონე ოპოზიცია, კიდევ ერთხელ თავაზობ მთავრობას, გადადგასის ნაბიჯები, რომელიც დაეხმარება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. კერძოდ, გააგრძელოს ჩვენს მიერ დაწყებული გადასახადების შემცირება და წელსვე შეამციროს საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე. ამ გზით მეტი შემოსავალი დარჩება თითოეულ ოჯახში. გააუქმოს აქციზი ნავთობპროდუქტებზე, რითიც ბენზინის ფასები მყისიერად შემცირდება მინიმუმ 25 თეთრით, გარდა ავტოტრანსპორტის ფლობელების შეღავათისა. ამ გზით შესაძლებელი გახდება კომუნალური ტრანსპორტის ღირებულების გაიაფებაც, რაც უზარმაზარ შვებას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას. გამოაცხადოს 5 წლიანი მორატორიუმი ახალი ეკონომიკური რეგულაციების მიღებაზე. ამ გზით შეუქმნას ინვესტორებს განცდა სტაბილურობის, მეტი ინვესტიცია კი ნიშნავს ახალ საწარმოებს და მეტ სამუშაო ადგილს და მეტ დასაქმებულ ადამიანს. და ბოლოს მოახდინოს ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ბიზნესის მხრიდან სახელმწიფო ორგანოების ჩარევის შიში და თავისუფალმა გაფართოებულმა ბიზნესმა დაასაქმოს მეტი ადამიანი. ეს არის ჩვენი კონკრეტული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელსაც თავაზობ ჩვენ ხალხს და ხელისუფლებას და თუ ხელისუფლება ამ გეგმას არ მიიღებს, ამ გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენ, მაშინ, როდესაც მოვიგებთ არჩევნებს და დაუბრუნდებით ხელისუფლებაში. იმიტომ, რომ ეს არის გეგმა, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, მეტ თანხას შეიტანს თითოეულ ოჯახში, გააიაფებს საწვავისა და ტრანსპორტის ღირებულებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დაასაქმებს ადამიანებს. ეს სჭირდება დღეს ქვეყანას და სწორედ ამას ვთავაზობთ დღეს ჩვენს საზოგადოებას. ჩემო მეგობრებო, ჩვენ ერთად გავიარეთ ურთულესი მომენტები. ერთად გავიარეთ პარტიის ყოფნა არ ყოფნისთვის გადამწყვეტი პერიოდი. დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თამამად ჩაგხედოთ თვალებში და გითხრათ, რომ არ მომიტყუები ხართ, როდესაც გპირდებოდით, რომ თქვენ თვითონ, თქვენი ხელით, თქვენი რწმენით აირჩევდით თქვენ ღირსეულ კანდიდატებს, ვინც იბრძოლებდა ადგილობრივ არჩევნებზე. მაშინ ალბათ ბევრ თქვენგანს ბოლომდე არც ჯეროდა ჩემი სიტყვების და თვლიდა, რომ წლების მანძილზე დამკვიდრებული წესების შეცვლა ვერ მოხერხდებოდა ასე სწრაფად. მაგრამ დღეს ყველა ერთად ქართულ საზოგადოებას წარუდგენთ კანდიდატებს, იმ ადამიანებს, ვინც სწორედ თქვენ აირჩიეთ, თითოეულმა თქვენგანმა აირჩია და აირჩიეთ მათი პროფესიონალიზმის, პატიოსნების, ავტორიტეტის შესაბამისად და არა იმით, ვინ უფრო მოსწონდათ პარტიის ცენტრალურ ოფისში. აი ამითიც გამორჩეული ვართ ყველა სხვა პოლიტიკური პარტიისგან
სადაც კანდიდატების დასახელება ხდება არა არჩევნების, არა პატიოსანი შეჯიბრის, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის ნებასურვილის მიხედვით. და ამიტომაც მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ხარს დაუჭერს თქვენს არჩევანს, ჩვენს არჩევანს და ყველა ჩვენი კანდიდატი აუცილებლად იქნება წარმატებული ამ არჩევნებშიც და ყველა მომავალ არჩევნებშიც. და ბოლოს ჩემო მეგობრებო, მე არაერთხელ ვარ ნამყოფი საქართველოს ყველა რაიონში. შევხვედრი ვარ და მისაუბრია ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენი პარტიის წევრებთან, პარტიისთვის ურთულეს მომენტებში, როდესაც მართლაც ხდებოდა ჩვენი მომავალი ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მე არასდროს არ მიკადრია თქვენთან ტყუილი, არ დამიმალავს სიმართლე და არ შემილამაზებია ურთულესი რეალობა, მაშინაც კი, როდესაც ის მართლა ურთულესი იყო. ამიტომ დღესაც თითოეულ თქვენგანს გიყურებთ თვალებში და გეუბნებით სიმართლეს, რომელიც მჯერა ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიბრძოლოთ ყველაზე ღირსეული შედეგისთვის. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრი ისევე ამაყობდეს ამ პარტიის წევრობით, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა. მე ამის მჯერა, მეგობრებო, ჩვენ ეს შეგვიძლია და თუ ყველა ერთად ვირწმუნებთ გამარჯვებას, ჩვენი რწმენით, შრომით, ცოდნით და პატრიოტიზმით აუცილებლად მივახცევთ მიზანს, რომელიც განვითარებას, ამუშავებას, კეთილდღეობას და უკეთეს მომავალს მოუთავს ჩვენ ქვეყანას. დიდი მადლობა ყველას, გაუმარჯოს საქართველოს, დიდი მადლობა. მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი შემდეგი გამომსვლელი და როდესაც ყველა ჩვენგანი ამაყად საუბრობთ იმაზე თუ რა გავაკეთეთ გამოვლილი 9 წლის განმავლობაში. პირველი რაც მე მახსენდება, გახლავთ არა სინათლე, არა გზები, არა ინფრასტრუქტურა. პირველი და მთავარი რაც მე მახსენდება, გახლავთ სახელმწიფო ინსტიტუტები. ის ინსტიტუტები, რომელმაც გაუძლო ხელისუფლების შეცვლას. ის ინსტიტუტები, რომელიც უძლებს დღევანდელ ხელისუფლებას. ის ინსტიტუტები, რომელიც კიდევ 10 წლეულები და 100 წლეულები იმუშავებს ამ ქვეყანაში კარგი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ყველა ვამაყობთ ჩვენი ინსტიტუტებით და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიამაყის საგანი გახლავთ ქართული პოლიცია. ქართული პოლიციის შექმნაში ჩვენს ლიდერებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ყველა მიცით ეკრანიდან მონაწილეობდა ჩვენი შემდეგი გამომსვლელი, რომელიც მინდა წარვადგინო. ძალიან წყნარი, 7 უპრეტენზიო ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს როგორც პოლიციის აკადემიის რექტორს შეტანილი იმაში, რომ დღეს გვყავს ღირსეული, განათლებული, წესიერი და პატიოსანი პოლიცია. მე მინდა წარვადგინო ქალბატონი ხატია დეკანოზზე, რომელიც იქნება ჩვენი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ყვარელში. ხატი აქ გყავთ. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მოგესალმებით, ჩემო თანამებრძოლებო. უაღრესად ამაღელვებელია ჩემთვის დღეს ვიდგე აქ თქვენს წინაშე, წარმოგიდგინოთ ჩემი თავი და წარმატება გისურვოთ ბრძოლაში, რომელიც არ დაწყებულა გუშინ, არ დაიწყება დღეს. ამ ბრძოლას ჩვენ ყველამ ერთად ჩაუყარეთ საფუძველი და ამ ბრძოლის შედეგად ჩვენ გვინდოდა გაერთიანებული, ერთიანი, წარმატებული და დემოკრატიული სახელმწიფო. მე დარწმუნებული ვარ თვითონ თქვენგანს დღეს გული ამ ბრძოლაში მოსაგებად აქვს ანთებული. ამიტომ ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, ისეთ საქართველოს, რომელსაც იმსახურებთ თქვენ, იმსახურებენ თქვენი შვილები და იმსახურებს ჩვენი მომავალი თაობა. მესმის
ჩემო მეგობრებო, მესმის ძალიან რთულია ღირსეულ ბრძოლაზე საუბარი უდიდესი იმედგაცრუების ფონზე. დიახ, ეს იმედგაცრუება დათესა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც მოახერხა უმოხლეს პერიოდში შეეჩერებინა ეკონომიკა, გაეზარდა კრიმინალი, გაეყინა საერთაშორისო ინვესტიციები და დაეწყო ქვეყნის შემოbrunება იმ წერტილისკენ, საიდანაც შემოbrunება ჩვენი მრავალწლიანი სანუკვარი მიზანი იყო. დიახ, ძალიან რთულია. მე მესმის, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაპირებების მიცემა ძალიან მარტივია. მაგრამ რა მოცემულობის წინაშე დავდექით ჩვენ 1 ოქტომბერს, ეს არის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა აღმოჩნდა პრაქტიკულად ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ეს და პრინციპში ყველა მოსახლეობაზე იმოქმედა გაზრდილმა კრიმინალმა. მრავალი ჩვენი თანამებრძოლი პოლიტიკური ანგარიშწორების ფონზე დაიჩაგრა და ასევე ქვეყანა გადაიქცა შურის მაძიებელთა პოლიგონად. მართველი ძალა მუდმივად საუბრობს წარსულზე. მაშინ, როცა ქვეყნის განვითარების მთავარი ორიენტირი არის მომავალი. მომავალი, სადაც ჩვენმა თაობამ რეალურად უნდა იშრომოს, უნდა იზრუნოს და შეძლოს განვითარება და სახელმწიფოს აღშენებლობაზე ზრუნვა. სხვა ალტერნატივა ჩვენთვის არ არსებობს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, არ გიფიქრიათ, რომ ეს ბრძოლა იქნება მარტივი, ხოლო მიზანი უმნიშვნელო. მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 15 ივნის არჩევნებში ჩემი არჩევანია კახეთი. დიახ, ჩემი არჩევანია ყვარელი, ულამაზესი ადგილი, უმშვენიერესი ადგილი, უდიდესი ტურისტული პოტენციალით, უნიჭიერესი ახალგაზრდობით, ძალიან მშრომელი კახელი გლეხით, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი პრობლემებით. მე მინდა მივესალმო ჩემს კახელებს, მინდა მივესალმო ჩემს ყვარლელებს და გითხრათ. და გითხრათ ჩემო საყვარლებო, რომ მე მზად ვარ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონს, თქვენთან ერთად გადავწყვიტო. მე მზად ვარ განვახორციელო და გავაგრძელო ყველა ის პრობლემა, პროექტი, რომელიც შეჩერებულია და შეაჩერა დღეს ჩვენმა მთავრობამ. მე მზად ვარ ვიზრუნო ახალგაზრდებზე, პედაგოგებზე, ექიმებზე და მშრომელ კახელ გლეხზე, რომელიც ქმნის დღეს კახეთის დოლაც. ჩემო მეგობრებო, მე მზად ვარ მოვაგვარო ყველა პრობლემა, როგორიც არის წყალგაყვანილობა და გზების პრობლემა. ჩემო ყვარლელებო, თქვენ მე მიცნობთ კარგად, მიცნობთ საქმით. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ყვარლელი ახალგაზრდა სწავლობდა პოლიციის აკადემიაში. პოლიციის აკადემიაში, რომელმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენი პოლიციის გაძლიერებაში. მე მინდა მივესალმო ამ პოლიციელებს და მათ წარმატება უსურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლაში. მე მინდა მივესალმო ყვარლელ პედაგოგებს და მე მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე. იმ პერიოდში, როდესაც მე ხელმძღვანელობდი განათლების სფეროს, არ შემიძლია არ აღვნიშნო და არ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ. ისინი არიან უაღრესად პასუხისმგებლობის გზნობით აღსავსე. და მე მინდა გითხრათ, ყვარლელო მასწავლებლებო, მე თქვენ ყველას სათითაოდ გიცნობთ. და მე მზად ვარ, თქვენი პრობლემები იყოს ჩემი პრიორიტეტი და იმ ადამიანების პრიორიტეტი, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოლებს ამ ბრძოლაში. ჩემო მეგობრებო, ჩემო ყვარლელებო ისევ. ჩემო ხალხო, თუ ოდესმე შეგიხედავთ ყვარლის მთებისთვის, დაკვირვები ხართ მის სიდიადეს რეალურად იგრძნობთ, თუ რისი ღირსია ის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ამ ძალიან ლამაზ ადგილას. და მე გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყვარელი იყოს რეალურად ყველაზე თანამედროვე ცენტრი საქართველოში. ძირფასო მეგობრებო და ბოლოს, უდიდესი მადლობა არ შემიძლია გადაგიხადოთ თქვენი საოცარი სიმამაცისთვის და გითხრათ, რომ ერთეულების ხვედრია რეალურად უამრავი დაბრკოლებების და პრობლემების მიუხედავად საკუთარი ღირებულებების და პრინციპების ერთგულად დარჩენა. მე მინდა მადლობა მოგიხადოთ და შეგვიგდეთ, რომ არავინ, არასდროს, არც მე, არავინ არ დაიხევს უკან ამ ბრძოლაში.
და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩემი მეგობრები, ჩემი გუნდი რეალურად ვიბრძოლებთ ერთიანი, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოსთვის. და დამიჯერეთ, მეგობრებო, ბრძოლა ღირს ამ ფასად. მეგობრებო, დღეს მე მგონი ყველაზე მეტად ვინც გვაკლია, ის უნდა აუცილებლად აქედან შევეხმიანოთ. მიხეილ სააკაშვილს გაუმარ! 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 ის დღეს უკრაინაშია და იქ ამაგრებს საქართველოს პოზიციებს და თელ სოფლიოში მივესალმოთ ყველანი ერთად. დიდი მადლობა. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი გია თევდორაძე, რომელიც აუცილებლად მოიგებს ქუთაისის არჩევნებს. მოგესალმებით, მეგობრებო. მოგესალმებით, ჩემო თანამებრძოლებო. მივესალმები იმ ადამიანებს, ვისაც ჩემსავით მობეზრდა და უკვე ატანა აღარ შეუძლია, გაჩერებული, გაშეშებული, ერთ წერტილში გაშეშებული და გაყინული საქართველოსი. მინდა ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ დავადასტურო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიული ქარტეხილების, ბოლოდროინდელი პოლიტიკური პერიპეტიების აუცილებელი მონაწილენი იყავით ჩვენთან ერთად, რომელთა მიმართაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ ეძებნათ თქვენთვის გარკვეული პრობლემები შეექმნათ, თქვენი ოჯახებისთვის ლუკმაპური წაერთვია, თქვენი დაშინება ეცადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც მოახერხეთ შეგენარჩუნებინათ თქვენი პრინციპები და ღირებულებები. თქვენ მაინც მოახერხეთ დგარიყავით იქ, სადაც მიგაჩნდათ აუცილებლად რომ უნდა მდგარიყავით. თქვენ მაინც მოახერხეთ შეგენარჩუნებინათ თქვენი ადამიანური სახე იმათგან განსხვავებით, ვისაც მათ და სამწუხაროდ ან არ ვერ შეძლეთ იგივეს გაკეთება. იმათგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანურ და პოლიტიკურ სახედაგარგულები, დროში და სივრცეში აბნეულები, თავადაც რომ არიციან, ვის და რას ეკუთვნიან, დღეს წარმოდგენა არ აქვს საკუთარ მომავალზე. ყველაზე კარგი, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ჩვენ მოგცა საშუალება ერთხელ და სამუდამოდ განწმენდილიყავით ესეთი ადამიანებისგან. მინდა ჩემი პატივისცემა ასევე დავადასტურო ჩვენი გუნდის ღირსეული ცვლის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 1 ოქტომბრის შემდეგ ბევრი მათგანი რამოდენიმე კვირის ან სულად შეიძლება რამოდენიმე დღის უკან შემოუერთდა ჩვენს პოლიტიკურ ერთობას. შემოუერთდა არა მართლ პარტიას, არა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც ურთიერთობა არის სარფიანი, არამედ საერთო ღირებულებების თანამოაზრეები პოვა ჩვენი სახით, რადგან მათაც ისევე როგორც ჩვენ სჯერათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალის, მათაც ისევე როგორც ჩვენ სჯერათ ჩვენი ეროვნული იდეალების, მათაც ისევე როგორც ჩვენ სჯერათ რომ ივერია აუცილებლად გაბრწყინდება. ამიტომ მინდა ვთქვა რომ ყველაზე კარგი რეცეპტი, ყველაზე დიდი გარანტი ჩვენი უკეთესი მომავლის ეს არის ძველისა და ახლის ურთიერთსინთეზი, გამოცდილებისა და ახლებული ხედვის ურთიერთსინთეზი და ჩვენავად პარტია, რომელსაც ჰქონდა წარსული, აქვს აწყო და აუცილებლად ექნება მომავალი. იმათგან განსხვავებით, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები რო ქვიათ და მარტო დღეს არსებობენ წარსულისა და მომავლის გარეშე. რა თქმა უნდა არსებობს ლოგიკური კითხვა, რატო ჩვენ და არა სხვა, რატო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არა სხვა პოლიტიკური ძალა, რატომ უნდა შევთავაზოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ქალაქების და რაიონების მაცხოვრებლებს ჩვენი თავი მათ სამსახურში. მე ვფიქრობ რომ აი ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა და მარტივია. რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს გამოცდილება შენების და კეთების, რომელიც დღეს ჰაერივით ჭირდება საქართველოს? რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია არსებული მდგომარეობის გაანალიზება და მისი ლოგიკურად შეფასება? რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია ქვეყნის გამოყვანა არსებული რთული სიტუაციიდან და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, აი ამ კითხვაზე პასუხი მავანისთვის ვფიქრობ რომ იოტის ოდენა ლოგიკის, იოტის ოდენა ობიექტურობის პირობებში ზემოთ ხმულის გათვალისწინებით მხოლოდ ერთი ალტერნატივა არსებობს, ნაციონალური მოძრაობა, განახლებული
ტრანსფორმირებული, განწმენდილი, საკუთარ მწარე გამოცდილებაში გაძლიერებული ნაციონალური მოძრაობა. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ დარბაზში არ არიან. მე დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა ძალიან კარგად გრძნობს, თუ საითკენ მიექანება ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერისა თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული ბარიერის გამო ვერ ახერხებს სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში. ხალხო, ნუ თუ ვერ ხვდებით, საითკენ მიდის დღეს ჩვენი ქვეყანა და ვის ხელშია ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე და მომავალი. ნუ თუ ვერ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ჩვენი შვილების მომავალს უდიდესი საფრთხე ემუქრება. ნუ თუ კიდე გჯერათ იმ დაპირებების შესრულების და უნიათო ხელისუფლების ხელში თქვენი ქართული ოცნების ასრულების. ხმადა ვარ დარწმუნებული, რომ ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ 15 ივნისს საარჩევნო ყუთებთან მივიღებთ. და მინდა თქვენთან ერთად გქონდეს იმედი კეთილგონიერების გამარჯვების. მინდა გქონდეს იმედი, რომ ყველანი ერთად კვლავ გავაგრძელებთ საქართველოს ამუშავებას, კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქების და რაიონების ამუშავებას, კვლავ გვექნება საშუალება კიდევ მიუგდოთ ყური აჩქარებულ რიტმს. რადგანაც ყველაფერ ამისთვის ღირს მაქსიმალური გარჯა და გარჯა კი არა, ღირს ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი ქალაქების და ქვეყნების გადარჩენისთვის. მე ღრმადა ვარ დარწმუნებული დღეს დამარცხების შემდეგ ღირსება შენარჩუნებულ ადამიანებს კი არ ვხედავ. გამარჯვების გზაზე შემდგარ ხალხს ხედავ, რომელიც უდრეკად და ჯიუტად მიდის ამ გამარჯვებისკენ. ასე რომ ის გადაგვჭენია წინ გამარჯვებისკენ ერთად ავამუშაოთ საქართველო, ჩვენს ერთობას გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენ გაგვიმარჯოს, ძალიან მიყვარხართ ყველანი. ეხლა ნება მიბოძეთ ჩემს მეგობარს, ჩვენი გუნდის ძალიან ღირსეულ წევრს, სულით მებრძოლ ადამიანს, ჩემს თენგო გუნავას, ზუგდიდის მომავალ გამგებელს თხოვა აი ამ ტრიბუნასთან. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. განსაკუთრებით მინდა მივესალმო თავისუფალ ზონას, პატრიოტ ადამიანებს. მე მინდა სამეგრელო ზემო სვანეთის სახელით გითხრათ, რა არის ჩვენთან სამომავლოდ გამიზნული, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამეგრელოში და მე მტკიცებ ჯერა, რომ საქართველოშიც იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. ქართულმა ოცნებამ, საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები მოატყუა. ოლიგარქი მოვიდა დღეს შარშან მთავრობაში, რომელიც ერთი წლის შემდეგ წავიდა და დაჯდა სოლოლაკში, გამოიგედა შახ-აბასივით და მართავს დღეს ქვეყანას თავისი მარიონეტებით. საქართველო ამას არასოდეს არ დაუშვებს. ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ მომავალშიც მარტო მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებას 15 ივნისი ყველაფერს დააყენებს თავის ადგილზე. მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ეხლა ვთხოვთ ჩემს მეგობარს, თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას, გთხოვ ნიკა.
მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მოგესალმებით, ჩემო თანამებრძოლებო. დღეიდან საარჩევნო კამპანიის საბოლოო დასკვეთი ეტაპი იწყება. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ არჩევნებზე გავალთ. მე მჯერა, რომ მიუხედავად მთავრობის სრულიად დაუფარავი მცდელობისა, უთანასწორო ბრძოლა აწარმოოს. ჩვენი მომხრეები დააშინოს, ზოგის დაიჭიროს, ზოგის დაკითხვებზე ატაროს, ზოგჯერ კი პირდაპირ ძალადობა, ჩხუბი და აყალმაყალი გამოიყენოს ჩვენთვის ხელის შესაძლებლად. მე მჯერა და დაწუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, დაწუნებული ვარ და მჯერა ჩვენი ერთობის და ყველას მადლობას გეუბნები თანადგომისათვის. პირდაპირ მინდა გითხრათ, თბილისს არავინ არ უნდა დაუსვას ქალაქის მერი. ვერც ერთი ავტორიტეტი ვერასოდეს ვერ გადაწყვეტს ვინ იქნება ჩვენი დედაქალაქის მმართველი. ვერავინ ვერავის დანიშნავს პირადი ერთგულებისა და მორჩილების ნიშნით. არჩევანი ჩვენზეა, არჩევანი ხალხზეა, არჩევანი თბილისელებზეა და მე მჯერა ჩვენი გამარჯვების როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, თბილისის მერი პოლიტიკური თანამდებობაა, მაგრამ ჩემი გულწრფელი სურვილია პოლიტიკაც გავიგოთ ისე, როგორც ეს თბილისელებს სჭირდებათ. პოლიტიკა არა ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების და დაუმთავრებელი კინკლაობის სახით. არამედ პოლიტიკა დასაქმების, პოლიტიკა ინფრასტრუქტურული განვითარების, პოლიტიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის, თანამედროვე სატრანსპორტო მოწყობის პოლიტიკა და ასე შემდეგ. ბოლო წლებში თბილისში ბევრი რამ გაკეთდა. ქალაქი ნამდვილად უფრო კეთილმოწყობილი გახდა, ვიდრე 10 წლის წინ იყო. მაგრამ დღესაც უამრავი პრობლემასთან უწევთ თბილისელებს გამკლავება. მათ უმთავრესი პრობლემა არასაკმარისი სამუშაო ადგილებია. ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება სამწუხაროდ, არამედ მთავრობის უნიათობის გამო. არსებულიც კი იკარგება. დღეს ქვეყანაში ეკონომიკა შეჩერებულია და ეს სამწუხაროა ძალიან. დღეს ჩვენ ხალხს დიდ პრობლემას უქმნის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი და მოძველებული საწყობო ცხოვრებო გარემო, გაზრდილი კრიმინალი. ხელისუფლება არ და ვერ ზრუნავს რეალური პრობლემების მოგვარებაზე. მთავრობა უნიათო და არაკომპეტენტურია და თავის საარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს. თბილისი უნდა ავამუშაოთ, ადგილები სამუშაო უნდა შევქმნათ და ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა. უპირველესი შეკითხვა, რომელიც ჩვენ თანაქალაქელებს აინტერესებთ, არის რა პოლიტიკა ექნება ჩვენ გულს იმისათვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდეს. იმისათვის, რომ თბილისელებს, რომლებიც სამუშაოს ეძებენ, ვერ პოულობენ და მათ უნდათ დასაქმება. ამაზე ჩემმა მეგობრებმა უკვე ისაუბრეს. პირველ რიგში, გადასახადების შემცირება. მათ შორის საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს. რაც მეტი ფული რჩება ბიზნესს, მით მეტი სამუშაო ადგილი ჩნდება. ბიზნესის ბუნებრივი ინსტინქტი გაფართოებაა და რაც მეტად ფართოვდება ბიზნესი, მეტი ადამიანი საქმდება. ადამიანი კვალიფიკაციითა და ნორმალური ანაზღაურებით. საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმება. ბიზნესთან დაკავშირებული გადასტომებისა და დარღვევების დეკრიმინალიზება. საგადასახადო ამინისტია და მორატორიუმი ახალ რეგულაციებზე. გარდა ბიზნესის ხელშეწყობისა და ბიზნესისთვისაც შვიდი და პროგნოზირებადი გარემო შექმნისა, თავად სახელმწიფოც ქმნის სამუშაო ადგილებს. რა თქმა უნდა, არ გულისხმობთ ზედმეტ ბიუროკრატიას, ურიცხვ სამსახურებს, დეპარტამენტებსა და კომისიებს. გულისხმობთ რეალურ სამუშაო ადგილებს, რომელსაც სახელმწიფო ქმნის დიდი და სტრატეგიული პროექტების განხორციელებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტი იქნება შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლება, ისეთების როგორიც თბილისიდან რკინიგზის გადატანა ან დიდუბე-დიღმის ხიდია. გზების მშენებლობის მეორე ტალღა, რაც გულისხმობს ახალი გზების მშენებლობასაც და უკვე არსებული გზების შეკეთებასა და რეაბილიტაციას.
ყველგან და ყველასათვის ხელმისაწვდომი კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც გულისხმობს როგორც ახალი კომფორტული ტრანსპორტის ამოქმედებას არსებულ სატრანსპორტო ხაზებზე, ასევე ახალი ხაზების დანიშვნას, როგორც შიდა, ასევე საქალაქთაშორისო მასშტაბით. მაგრამ რაც მთავარია, მინდა გითხრათ შეღავათების ფართო სისტემის შესახებ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. თბილისში არსებობს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათების სისტემა, რომელიც მოიცავს უფასო მგზავრობას. სკოლის მოსწავლეებისათვის, შეღავათიან ფასს მგზავრობისას სტუდენტებისათვის, სოციალურად დაუცველთათვის, პედაგოგებისათვის. ვფიქრობთ, ქალაქმა კიდევ უფრო უნდა დახვეწოს შეღავათების სისტემა. ვთავაზობ თბილისელებს შეღავათების ახალ სისტემას. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა იქნება უფასო ყველა სტუდენტისათვის, ყველა სკოლის მოსწავლისათვის, ყველა პენსიონერისათვის და ყველა სოციალურად დაუცველი თანამოქალაქისათვის. როგორც აქამდე სკოლის მოსწავლეები უფასოდ გზავრობდნენ, მათ მსგავსად უფასოდ იმგზავრებენ ისინი, ვისაც აქამდე მხოლოდ ნაწილობრივი შეღავათი ჰქონდათ. ვიმეორებ სტუდენტებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და პედაგოგებს. აგრეთვე ეს სისტემა გულისხმობს შემდეგს. ყველა მოქალაქისათვის, ვინც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს, ნაცვლად 50 თეთრისა, იგი გადაიხდის 20 თეთრს. თბილისში კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის გამართვის გარდა თბილისელთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნალური გადასახადების შემცირებას, მისი შემცირების შესაძლებლობას. არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით ეს შესაძლებელია. ჩვენ არ ვიძლებით პოპულისტურ დაპირებებს, ეს ჩვენ არ გვახასიათებს და აი მაგალითად ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლებაში უკვე გამოიცადა თანამედროვე მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ერთობლივი სისტემა. ეს გამოცდილება თბილისში ფართოდ დაინერგება და რა სიკეთე მოაქვს ამ სისტემას. მზის ენერგიისა და გაზმომარაგების სინთეზური სისტემა ზამთარში 30%-ით ამცირებს კომუნალურ ხარჯებს, ხოლო ზაფხულში ხარჯი პრაქტიკულად ნულოვანია. აგრეთვე ამ პროექტის ყველაზე დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ იგი არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ხოლო ამ სისტემის მომსახურება თბილისის მასშტაბით 8000-მდე ადამიანს დაასაქმებს. და ეს ყველაფერი უკვე განხორციელდა თემქის დასახლებაში და ჩვენ ამას გავაზოგადებთ თბილისის მასშტაბით. იმისათვის, რომ ჩვენი ხედვა განახორციელოთ, ბევრი მუშაობა საჭირო. უძრაობა და სტაგნაცია დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერია და ამას ყველა ხედავს თბილისში და საქართველოში სამწუხაროდ. თბილისი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისაგან. ეს ქალაქი არ იმსახურებს იმას, რომ ბოღმიანი ქართული პოლიტიკის მსხვერპლი იყოს. ეს ქალაქი იმსახურებს ბევრი საქმის კეთებას, თან კეთებას სიყვარულით. თბილისის მერი, მე ასე მჯერა, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, თბილისელებისათვის მკვეთრად არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური გაერთიანების მხარდაჭერებთან. თბილისის მერი თბილისს კი არ უნდა ეპატრონებოდეს, არამედ პირიქით, ყველა თბილისელის სამსახურში უნდა დგებოდეს, მას უნდა უნდოდეს და შეეძლოს პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის დამყარება ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანთან. დარწმუნებული ვარ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა სპორტის სასახლიდან, სადაც ნაციონალური მოძრაობის წინა საარჩევნო კონფერენცია მიმდინარეობს. ამ წუთებში თბილისის მერობის კანდიდატი ადგილზე მყოფებს საკუთარ საარჩევნო პრიორიტეტებს აცნობს. ამით მოამბის სპეციალური გამოშვება დასრულებულია. რამდენიმე წუთში თქვენ მთავარი საინფორმაციო გამოშვების ანონსს ნახავთ.